მეგობრებო, საერთო გაშლა უნდა გაიგეთოთ ესეთი თემა იქნება და თქვენი მოწოდებული ჩემი გამომწერის თხოვნით იყო ეს თემა. ვახსოვართ თუ არა საერთოდო და ნერვიულობს და განიცდის თუ არაო. ანუ ენატრებით თუ არა, განიცდის უთქვენობას თუ არა, რა მდგომარეობაშია მისი ქვეცნობიერი, მისი სულიერი მდგომარეობა, გავიგოთ, ვისაც გაინტერესებთ ესეთი თემატიკა, ვინც ასე ვთქვათ, გაუთვითცნობიერებელი და გაურკვეველია, ჯერ პაუზაში ხართ, დასასრულში ხართ. 21 მაღალი არკანი ამოდის. ბოლო მაღალ არკანებში რაღაცა ერთი პერიოდის დასასრულს აჩვენებენ ამ შემთხვევაში. თემატიკა ასეთია მოკლედ და ვისაც გაინტერესებთ ეს თემა უყურეთ ბოლომდე, ვისთვისაც მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ თქვენთვის არ არის ეს საინტერესო ეს თემატიკა. უბრალოდ შეგიძლიათ დაალაიკოთ და გადახვიდეთ ჩემ გვერდზე და სხვა სასურველი თემატიკა არჩიოთ და უყუროთ. გამოწერა ლაიკები, გაზიარებები, აღარ ვსაუბრობ, თქვენი ენერგოცვლა აუცილებელია ამ ყველაფერში ჩვენი კომუნიკაციისთვის, ასე ვთქვათ, რომ შედგეს და ჩემი გაცებული ენერგეტიკა რომ მიიღოთ, ამისთვის დამიწეროთ კომენტარი და დაალაიკოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც ხდება და როგორც ხდება უკვე იცით. ვინ ხართ თქვენ, მოდი გავიგოთ, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, ვინ ხართ თქვენ, რა ენერგიაში ხართ ახლა დღესდღეობით. შეძლით დედოფალი ეს არის, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი ეს არის. ქალბატონი, რომელიც სავსეა ენერგიით, ენერგიის წყარო ულევი აქვს, ასე ვიტყოდი, ტემპერამენტი აქვს, შარმი აქვს, ძალიან უყვარს მუშაობა, თვითონ ის ცეცხლოვანება აქვს, ძალა აქვს, ასე ვთქვათ, ერთგვარი სამუშაო რეჟიმის, ჟეზლიმის ხელშია, შეიძლება ასეც მომდის რაღაცა ინფორმაციულად, რომ რაღაცა ერთგვარ პირველად საფეხურს კი არა სამუშაო რეჟიმს თუ განვიხილავთ, რაღაცა პატარა დაწინაურებული რაღაც თქვენი სახელი გაქვთ, კოლექტივი იქნება ეს თუ სასწავლებელი რეჟიმი იქნება, რაღაცა ისეთი გამორჩეულ პიროვნებად აღგიქვამენ თქვენი გარშემომყოფები, სანათესაო, სამეგობრო, რაღაცა ცეცხლოვანი მისტიური ქალბატონი ხართ. მისტიური თავისი შინაგანი ენერგეტიკით, თავისი სხივოსნებით ამ ენერგეტიკის, ძალიან გამორჩეული, ასე ვთქვათ, სტილისტიკით, ქცევით, ღიმილით, რაღაცა ღიმილი გაქვთ განსაკუთრებით მომდის, ისეთი რომელიც თვალში ყველას ხვდება და რაღაცა სიხარულის ნაპერწკლები, რაღაცა სხვანაირად მოდის თქვენი თვალებიდან, შარმი გაქვთ ესეთი და ცოტა არ იყოს ეზოთერიკასთანაც არ ხართ შორს ამ კარტით, შეძლის დედოფალს და გაშლა ორივეს კესთვის არის მამაკაცებმა თქვენ თავზე მოირგეთ. შეძლის დედოფალს ძალიან უყვარს მისტიკა, ეზოთერიკა, რაღაცა პატარა პრაქტიკების ჩატარებები, საერთო გაშლების ყურებები და ასევე თავის თავზე მიღებები, ტაროლოგია, ეზოთერიკა, ნუმეროლოგია, ამ ყველაფერს ჰოროსკოპები განსაკუთრებით, ასტროლოგია ძალიან იზიდავს და თავის თავზე, ასე ვთქვათ, რაღაცა პატარა მინიმალურ რიტუალები ბრჭყალებში დავარქვათ, თავის თავზე გამოიყენებს იმ რჩევადარიგებებს, ასე ვთქვათ, რასაც ღებულობს საერთო გაშლებიდან, საერთო ასტროლოგიური ინფორმაციიდან, საერთო ეზოთერიკული, ასე ვთქვათ, სამყაროს ენერგიებიდან თავის თავზე ღებულობს და ცდილობს პროგრესში თავის თავი და თავის ენერგეტიკა ამყოფოს სულიერ სიმშვიდეში. ეს ცეცხლი არ დაუვარდეს, პირიქით უფრო მეტად ძალით და ენერგიით სავსე იყოს სამუშაო რეჟიმში, ადამიანთან ურთიერთობებზე, მზე ადამიანი, მზე ხართ. პირველ რიგში ეს არის ლომების კარტი და შეიძლება ლომის ნიშანი ხართ ჰოროსკოპით, მაგრამ საერთო გაშლაში არ არის აუცილებელი, ეს არის მე-19 მაღალი არკანი. ზოგიერთისთვის შეიძლება იყოთ 19 რიცხვში დაბადებული ან რაღაცნაირად ესე იგი მზე ადამიანი, თბილი ადამიანი, ყველას და ყველაფერს რომ იზიდავთ თქვენი ენერგეტიკით, თქვენთან ურთიერთობა, თქვენთან მეგობრობა, თქვენთან დროის ტარება, თუ შვებულების გატარება, თუ საკეიფოთ, ასე ვთქვათ, ერთად ყოფნა, ერთგვარი ბედნიერება და სიამოვნება გარშემოყოფებისთვის ყველას და ყველაფერს გსურთ, რომ თქვენი მზე და სითბო და თქვენი სიხარული გაუნაწილოთ და ასე ვთქვათ, ერთგვარი იმედი მისცეთ ადამიანებს, უიმედო ადამიანებსაც გიყვართ რაღაცნაირად აი შთაგონების წყაროთ, რომ თუნდაც კეთილი სიტყვით არანაკლები სიკეთეა
აი უიმედოსთვის იმედის მიცემა და ასე ვთქვათ რაღაცნაირი აი შთაგონებების და გზის მკვლევარის როლში ხართ თქვენი დადებითი ენერგეტიკით, სიკეთით და აი სიყვარულის და სიკეთის განსახიერება ადამიანი, რომელიც კიდევ ვიმეორებ, ძალიან თბილია, ძალიან უყვარს, ზაფხული თვითონ ასეთი, როგორც ასეთი შეიძლება ლომს არ წარმოადგენთ, მაგრამ სიცხე, მზე, აი ზაფხული, პლაჟი, ასეც მომდის რაღაც ნაწილისთვის იქნება მზესთან პირდაპირი კონტაქტი და მიფიცხება, რუჟის მიღება იქნება ეს თუ საერთოდ აი რაღაცა სითბოს მიღება და ამ მიღებული ენერგიის თქვენ თავში დატოვება კი არა ხალხისთვის, მასებრისთვის განაწილება. ასევე მზე არის ცოტა არ იყოს ეგოცენტრული ადამიანის კარტიც, თქვენი თავი რო პრიორიტეტში ყავთ და ძალიან გიყვართ და მე ყველაზე ლამაზი და საოცნებო და ესეთი ვარო, მაგრამ ეს არის ჯამრთელი, ასე ვთქვათ, თქვენი თავის სიყვარული, მიიღება თქვენი თავის იმ პიროვნებად, ვინც თქვენ უფალმა და სამყარომ შექმნათ, როგორიც შექმნათ და თქვენი ფიზიკური მონაცემებით, თქვენი სულიერებით, ასე ვთქვათ, ძალიან ჰარმონიაში გრძნობთ თქვენ თავს, ისევე როგორც სამყაროსთან, ისევე როგორც სამყაროს მინიშნებებს კარგად და ჭკვიანურად რეალიზებაში მოყავთ თქვენ თავთან და საოცნებო მართლა ყოველასთვის ესეთი ენერგეტიკული ადამიანი ხართ, ქალი ხართ, მამაკაცი, გაშლა ორივეს კესთვის არის. ტუს ხმლით ძალიან მენტალურად კარგად განვითარებულ ადამიანს გაჩვენებენ, შეიძლება ასევე წარმოადგენთ ჰაერისტიკიას, იმიტომ რომ მენტალობაზე ძალიან ბევრს ფიქრობთ ხოლმე, ვიდრე ნაბიჯს გადადგავთ და ბევრს აანალიზებთ. რა პრიორიტეტი, რა მინუსი შეიძლება ამა თუ იმ ნაბიჯს გქონდეს თქვენ ცხოვრებაში. ასე ვთქვათ, ერთგვარი ლოგიკი ადამიანის ბრძანდებით, ემოციებთან კარგად ხართ, დადებითად ხართ, მაგრამ უფრო მეტად საჭირო ნაბიჯს გამოთვლებს აკეთებთ ხოლმე, აი რას მოგიტანთ კარგს, რას მოგიტანთ ცუდს, როგორ უნდა მოიქცეთ, ვინ რას იფიქრებს, არა. ამ შემთხვევაში თქვენთვის როგორი იქნება უფრო პრიორიტეტში რომ თქვენ იყოთ, უფრო კარგი გზა რომ თქვენთვის იყოს ცხოვრებისეული, ესეთ რაღაცა ძალიან კარგი, ჩამოყალიბებული, გაზრდილი ადამიანია ამ გაშლის მაყურებელი და თუ ატყობთ რომ თქვენზეა ეს გაშლა, აუცილებლად დალაიკება და თქვენი კომენტარი არ დაგეზაროთ, ასევე საერთო გაშლებისთვის თემატიკა კომენტარებში დამიწერეთ, რა გსურთ და როგორ გსურთ, რასაც ვითვალისწინებთ ხოლმე მაქსიმალურად. გავიგოთ ახლა თქვენ პარტნიორზე, ვიზეც გაინტერესებთ, მასე იფიქრეთ, რამდენად ახსოვხართ, ჯერ გავიგოთ, ახსოვხართ თუ არა საერთოდ. პაჟიო მიჩვენებენ. ბავშვია, შეიძლება ასაკი თქვენზე პატარაა, შეიძლება სტატუსი თქვენზე პატარაა, ფინანსები თქვენზე ნაკლები აქვს, შეიძლება სწავლის პროცესშია და ნაკლებს გამოიმუშავებს, შეთავსებადობას ახერხებს, ასე ვთქვათ, სწავლასა და მუშაობას შორის, მაგრამ ფინანსურად, სტატუსით ყველა შემთხვევაში, ფსიქოლოგიურად ყველა შემთხვევაში თქვენ მასზე მზე ხართ, თქვენ მე-19 მაღალი არკანად გაჩვენათ მაღალმა ძალებმა და ეს პაჟად აჩვენებენ ამ შემთხვევაში თქვენ პარტნიორს, რომელიც განდეგილად არის ახლა 9-იანი მაღალი არკანით, რაღაცა თავის თავში, თავის მედიტაციაში არის ჩართული, ასე ვთქვათ, თავის მარტოობაში, გათვითცნობიერებული მარტოობის კარტია ეს, რაღაცა რომ გინდა გაიგო, გზა იპოვო, გამოსავალი იპოვო ერთგვარი შენი ჭყალებში ტანჯული ცხოვრებიდან რაღაცნაირად სულიერი მდგომარეობა დაიკვალიანო, მარტოობა და შენ თავში ფიქრები გჭირდება და შენ გჭირდება რომ შენ რასაც ფიქრობ და მოიფიქრებ ამ გზის გამოსავალს ეს იპოვო და ეს არის გათვითცნობიერებული მარტოობა, გარშემოყოფებთან არა კონტაქტი, ასკეზა, მარხვა, სულიერებას შენ თავში ჩაღრმავების პროცესი. აქაც პრინციპში თავის ასაკთან შედარებით, გაცილებით ფსიქოლოგიურად ღრმა ადამიანია, მინდა ვთქვა, თუმცა სავარაუდოდ ასაკით არის თქვენზე პატარა, ვინაიდან პაჟად გვიჩვენა სამყარომ და მისთვის მიჩვენებენ მაღალ არკანს იმპერატრიცას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თქვენზეა ეს გაშლა. იმპერატრიცა არის მოიცავს 4-ვე დედოფალს, ეს არის შენი ღვთაება ქალი, ეს არის ქალი დედა, ქალი მეუღლე, ქალი ვისთვისაც გინდა ყველაფერი ფეხქვეშ დაუდგე და ფეხზე დაუდგე და ხელით ატარო, ხელის გულით და ყველაფერი მისთვის გინდა და გიხარია შენი შთამომავლობა, მანგანა გრძოს გინდა, აღარ მოუყვება
მივყვები ამ ყველაფერს წარმოადგენთ თქვენ, რამდენად უნდა მას თქვენთან ურთიერთობის აღდგენა, ცხრიან პენტაკლით უნდა, ნერვიულობს თუ არა, მეფე პენტაკლითაც ნერვიულობს, რესურსის ჩადებას ცდილობს ახლა და შეეცდება მომავალში 10-იან 1000-ზე რომ გადაიყვანოს თქვენი